გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ზოგადად ვცდილობ ყველა კომენტარი წავიკითხო, რასაც ჩემს არხზე მიწევენ ხოლმე. იშვიათად თუ რაიმე გამორჩება. გადავწყვიტე წავიკითხო რამდენიმე საინტერესო მათგანი და უპასუხო. ვიდეოს მეორე ნაწილში კი იქნება გათამაშების პასუხები. ზოგადად ვამაყობ ჩემი მაყურებლებით მათგან ძალიან დიდი პოზიტივი მოდის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს YouTube-ზე ძალიან ჯიგარი ხალხია სხვა პლატფორმებთან შედარებით. ან შეიძლება სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ნეგატიური კომენტარი არავის დაუწერია ჩემს არხზე 10,000-ობით კომენტარიდან თუ 100,000-ობით. თუმცა იყო ერთ ვიდეოზე, როცა ულტრანაციონალები გავაკრიტიკე. მაგრამ არა უშავს, მაგათ ეპატიებად. გულით არ არიან ცუდი ხალხი. მოკლედ ვეცადე რამდენიმე ცოტათი უცნაური კომენტარი შემერჩია და მოდი ვუპასუხოთ შეძლების დაგვარად. ეს კონტენტი თუ მეც მომეწონა და თქვენც შეიძლება დავნერგოთ კიდევაც. უკვე საკმაოდ დიდი ხანია დაიწყო ეს ვიდეო და ჯერ მთავარ სათქმელზე საერთოდ ვერ გადავედი. იმ ხალხისთვის ალბათ მთლად დაუტანელი იქნება ეს ყველაფერი, ვისაც ჩემი საუბარი საერთოდ არ აინტერესებს და მხოლოდ გათამაშების პასუხების გასაგებად ჩართო ეს ვიდეო. ბუმ გეიმერი გვეკითხება: შენი ნამდვილი ხმაა ეს ხმა? არა, ეს არის ჩემი ნამდვილი ხმა. ის ხმა, რომლითაც ვიდეოებში ვსაუბრობ, გამოგონილია და სპეციალურად ვიყენებ ხოლმე. აბა სულ ასეთი ხმა რომ მქონდეს, ხომ არ იქნებოდა კარგი არხი. ანონიმოუსი. მაჩს გავხარ. მაჩს გავარ? ვინა მაჩვი? ვაინერი მაჩვი იგულისხმენ და თუ ცხოველი მაჩვი. არ ვიცი რომელი უფრო სახარბიელოა. რადგან YouTube-ზე ვარ, შეიძლება YouTuber-ი მაჩვი იგულისხმა. მაგრამ ამ ლოგიკით თუ ტყეში ცხოვრობს, შეიძლება ცხოველი მაჩვი იგულისხმა? ვიფიქრეთ კიდე ამ თემაზე. მირუაშვილი გწერს. ჯარში წასვლა გრეხად გადააქციეს. კრისობა ეს ყველაფერი მეტი არაფერი. ჯარში წასვლა გრეხად მე გადავაქციე? ახლაც ვცდილობ არ წავიდე და რაღაცებს ვიგონებ მაგის გამო. ამდენი გამომწერი რომ მყავს და მიტოვებულ მატარებლის სადგურს რომ ყარაულობ 3 დღეში ერთხელ 24 საათით. 1 წლის მანძილზე უფასოდ. მაგისთვის ვიბრძოდით? კრისობა არ ვიცი, მაგრამ მაჩვობა შეიძლება იყოს. ერორი ონლაინ. ისე რომ მიცოდე მეცნიერებმა დაამტკიცეს IQ არ არსებობსო, მაგრამ თუ მაინც გჯერა აინშტაინსაც 160 IQ აქვსო ამბობენ და აინშტაინს შენ არც გადაუღუნო. ვაუ, რა მაგარი კომენტარია. ანუ მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ IQ საერთოდ არ არსებობს, მაგრამ თუ მაინც არსებობს, აინშტაინს ქონია 160 და მე არ უნდა გადავუღუნო. თუ ეს კი გავბედავ მაგას. ოჩახ, ფანო ბლოგერი ფანო. ჰიტა არის ჩემი მეგობარი და ჩემ გვერდით ცხოვრობს. მე მიყვარს ჰიტა. ჩემ გვერდით ცხოვრობსო? ანუ მე თუ მის გვერდით ცხოვრობ, ესე იგი ჩემ გვერდითაც ის ცხოვრობს. ამიტომ დავიცოდე. ჩემს გვერდით ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობს. შეიძლება ის ხარ. თუმცა რა ვიცი. თავად მომო. შენი ხმა და ულვაში მევასება და მინდა მაგარია. კიდა? მომოს უნდა ჩემი ხმა და ულვაში. Holy shit. Geo Hacker GR. რატომღაც შენში ის მევასება რომ ბოლოში ტაშს უკრავ. ეს უნდა მესიამოვნოს რომ მაგარი რამე მოვიფიქრე ბოლოში ტაშის დაკვრა თუ პირიქით დავიკრუზო. მეტი პროდუქტიული ვერაფერი რომ ვერ გავაკეთე და მხოლოდ ტაშის დაკვრა ევასებათ რატომღაც. კინოსახლი. ჰეი ჰიტა, ერთი თხოვნა მაქვს. ულვაშებ ჩამოპარსული როგორი ხარ? როგორი ვარ? ულვაშ ალბათ ხო ლოგიკურად. მაგრამ ეს არ არის საინტერესო პასუხი. ერთი თხოვნა მაქვს. ანუ თხოვნა აქვს ის რომ უპასუხო ამ კომენტარზე. მაგრამ უპასუხე კი არა, ვიდეო გადავიღე საერთოდ. ნეპტუნ TV. ჰიტა ქუთაისელი ხარ? თუ ხარ, რეპლი დამიწერე ქუთაისელი ვარ და რაღაცა თხოვ და შემისრულე სულ პატარა თხოვნა. ქუთაისელი ხარ? დაგთხოვ გამაიარე რა პლის. გამოვიარო თუ გაგაპიარო? გამოვით რა ვიცი, ნაკლები შანსია მაგის და გაპიარებაც. ნეპტუნ TV ქუთაისიდან. მასმენ. მიმის გაკეთება მეზარება და აქ დავწერ. მომენტი როცა საღადაო მიმი გააკეთე, ისტორიულ მოვლენებზე და უცებ ჰიტა ნახავს შენს მიმს. აქ აცრემლებული კაცი. მაგარია. წარმოიდგინეთ ვიდეოს გაკეთება რომ შემეზაროს და ასე რომ დავწერო მთელი ვიდეო. ალბათ ბოლო ფრაზა იქნება ეხლა ტაში. ორჯერ. Master Cold. ბიჯო, კაი იუთუბერი ხარ, მაგრამ მაგარი ტრაბახა და ბანძდები. გავიგეთ რომ 160 IQ გაქვს ვიცი. რო არ გაქვს. ან გაქვს, მაგრამ ტვინი შეჭამე.
ანუ მაქვს თუ არ მაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, პრობლემა ის არის, რომ ტვინი შევჯამე. მართალი ხარ. ჩემს ვიდეოებს არასოდეს არ უყურებ და რომც უყურებდი პირველ რამდენიმე წამს უხმოდ მოусმენდი ხოლმე. თუმცა მოусმენდი. ოტაკუ მიაუ. Not Pro გააპიარე მაგარი ტიპია, ბევრი საბ არ აქვს. კარგი როგორც ყოფილმა პროფესიონალმა გეიმერმა პატივისცემა გამოხვალთოთ Not Pro-ს მიმართ. ეს ადამიანი ამ წუთის მდგომარეობით მსოფლიოში 197 ადგილზეა Fortnite-ის მოგებების რაოდენობით. არ ვიცი 197 რამდენად სახარბიელოდ გეჩვენებათ, მაგრამ Fortnite-ს მთელ მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს. 200 მილიონი 187. სელმე დიმას დავითაძე. შენ უნდა იყო პრეზიდენტის მრჩეველი ძმაო და არა ვიღაც ფულის მჭამელი ღლაპი. მადლობა მეგობარო, ასეთი კარგი წარმოდგენა რომ გაქვს ჩემზე, მაგრამ პრეზიდენტის მრჩეველი უნდა ვიყო როგორც ზოგადად მოცემულობა პრეზიდენტის თუ ჩვენი პრეზიდენტის. ალბერტ აინშტაინი. რაღა დროს ეგეთი თმის სტილი და ულოშებია. მაგარი ხარ გააგზელე. აინშტაინი რომ ჩვენი თანამედროვე იყოს, ალბათ იროკეზი ექნებოდა და ცრემლის სტატუ თვალთან. ელინეი, ისე გრიგოლ ვაშაძეს გავხარ. გრიგოლ ვაშაძეს? ალბათ სათვალით. TP ფოტოგრაფი. Big Time Rush ახმოვანებდი ხომ ძმა? არა მეგობარო, არაფერს არ ვახმოვანებდი ჩემი არტების გარდა. თუმცა Big Bang Theory უფრო მომიხდებოდა. Geo Master. ერთხელ მარშრუტკაში მხოლოდ 50 ლარიანი მქონდა და მძღოლს კი 5 არ ქონდა. აი ახლა მაგარი რამე გავიფიქრე. მაგრამ მოდი გავაკეთოთ რაც გავიფიქრე. ერთხელ მარშრუტკაში მარტო 50 ლარიანი მქონდა და მძღოლს კი 5 არ ქონდა. გონი ამჯერად საკმარისია, თუმცა კიდევ შეიძლება ასეთი ვიდეოების გადაღება. ახლა კი გათამაშების პასუხები. გათამაშების წესების მიხედვით, ამ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად დაწერილი უნდა გქონოდათ მხოლოდ ერთი კომენტარი. საერთო ჯამში დაახლოებით 2000 კომენტარი დაიწერა. თუმცა ვნახოთ უნიკალური რამდენია. ძალიან კარგია. უნიკალური ნიშნავს ერთ ადამიანს, რომ ერთი კომენტარი აქვს დაწერილი. ახლა კი გამარჯვებულის გამოსავლენად გუჭირდება რიცხვი, რომელმაც გაიმარჯვა. შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიოდაი ასეთი გამარჯვებული რიცხვი, რომელიც ძალიან მაგარ მობილურს მოაგებინებს ერთ-ერთ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ გვჭირდება 0-დან 5160-მდე. მაშასე, რიცხვი რომელმაც გაიმარჯვა არის 3519. მოდი ახლა ვნახოთ რამდენმა ადამიანმა დაწერა ეს რიცხვი. ან თუ დაწერა საერთოდ ვინმემ, თუ არა და მაშინ სხვა რიცხვის შერჩევა მოგვიწევს, რადგან გამარჯვებული აუცილებლად გვჭირდება. ვნახოთ ბოლო ვიდეოზე დაწერილი კომენტარები. გვაქვს 3517. $3511. 3518. 3515. ვაუ, კაბულასაც 3518 ქონია დაწერილი. ერთი თაცდა. 3519 მგონი საერთოდ არ არის. ყველა კომენტარი გვაქვს გახსნილი, თუმცა მაინც სხვა მეთოდითაც გადავამოწმოთ. არ შევწყვეთ. ვეძებთ 3519-ს. ვაუ, ვიპოვეთ. აი გამარჯვებულიც. გავაშა გეიმერი. ძალიან კარგი. რიცხვის დაწერის გარდა მოდი ვნახოთ სხვა წესები რამდენად აქვს შესრულებული.
Mill Music-იც აქვს გამოწერილი. ასევე ჩემი არხების. PewDiePie-ის არხი არ არის ჩემი არხი, ვინც არ იცით. Facebook-ზეც ვნახოთ თუ გააზიარა და მგონი ყველაფერი რიგზია. ხო, მართლა, გათამაშების წესებში არ მithქვამს, რომ Facebook-ის ლინკის მითითება აუცილებელი იყო. გამარჯვებული, როდესაც გამოვლინდებოდა, დაუკავშირდებოდით და გადავამოწმებდით. გაზიარებული ჰქონდა თუ არა. თუ არ ექნებოდა, სხვა გამარჯვებული გამოვლინდებოდა. ეს შედარებით დიდ დროს მოითხოვს. თუმცა ამ ბიჭს მიუთითებია და შეიძლება ითქვას გაგვიმარტივა საქმე. ზოგადად Facebook-ის ლინკის მითითება მაშინ არის აუცილებელი, თუ გათამაშება ლაივში უნდა მოხდეს, რადგან დროში ვარ შეზღუდული ლაივის დროს. მე ლაივი არასოდეს ჩამერთავ ჯერჯერობით და სხვა დიდი გეგმები მაქვს მაგ კუთხით. ასე რომ არსად მეჩქარება. ახლა კი მივწეროთ ბარემ ბატონ ნიკას. გილოცავ ნიკა, შენ მოიგე Redmi Note 6 Pro, რომელიც Mill Music-მა გაათამაშა. კიდევ არაერთი მადლობა ამ არხს ასეთი კარგი ინიციატივისთვის. მომავალში აუცილებლად კიდევ გვექნება განყუთვები, განხილვები და უფრო მასიური გათამაშებები, მრავალი გამარჯვებულით. ძალიან საინტერესო ლაივებიც გველის, ვმუშაობ ამაზე. ახლა კი ტაში უნდა შემოვკრა და დავასრულო ვიდეო, მაგრამ არ ვჩანვარ. მაინც შემოვკრათ. არ შევწყვეტ. ნახვამდის.